Naționaluri მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია, რომელიც ახლა მთავარი სტუდიაში შემოუერთდება საკუთარი სახლიდან, ვინაიდან წინა პროტესტის დროს ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური შეაბეს და ამის გამო ის აქტიურად ვერ ერთვება დღეს აქციაში, თუმცა ალბათ თქვენ ნახეთ პირდაპირ ეთერში ის კადრები, რომელიც ექსკლუზიურად გადაიღო მთავარმა და ჩვენ ვიხილეთ თუ როგორი შეიარაღება, ეკიპირება, პარლამენტში მობილიზებული იარაღი, რა ხდება ბატონო ნიკა, ხელისუფლება როგორც ჩანს ძალიან შიშობს. მოგესალმებით, არაფერი გასაკვირი აქ არ არის, ასე არ არის ივანიშვილი უკან უცხოელია ის ამ წლების განმავლობაში ახალი რა ხდება ეხა საკუთარი პირადი დაცვის წევრები დანიშნა ძალონი უცხოების ხელმძღვანელებად, ხო? ეხა რომელიც ჩამოგითვალოთ, აი გომელაური საერთოდ შინაგანსაქმეთა მინისტრად ყავ პირადი მცველი მეტაებსაკეთ. აი ვიღებითო თოფიანი კაცი რო იყო, აი ესეთი კაცი იყო. გომელაური არც მეტი და არც ნაკლები და ეხა დღეს არის შინაგანსაქმეთა მინისტრი და ჩუბინიძე ბატონი ანზორი ხო ზუსტად ერთიეთში იყო. პირადი მცველი იყო, ხო? და დღეს არის სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი. ანუ ახალი არაფერი არ ხდება, უბრალოდ ჩვენ ხა უფრო ხშირად ვხედავთ ამ ხალხს. არაფერი რა ეს არის მართლაც ძალიან შიშით შეწუხებული კაცი, რომელსაც ძალიან კარგადაა გათვითცნობიერებული, რომ მისი ძალაუფლება სრულდება, ის ემშვიდობება საკუთარ ძალაუფლებას, უბრალოდ აქ რაღაცა სასწაულის იმედი, ციური მანანას იმედი აქვს რა, იმედი აქვს რომ როგორც ამოგიდგენიათ. რისი ხელის აღმართავია რომელიმე სპეცნაზელი, რომელიმე საქართველოს მოქალაქეზე. რისი ერთ საათში დასრულდებიან, ხო ამას ვერც გაბედავს ვერავინ. გამორიცხულია რა. და რის გამო? იმის გამო რომ სახეში სილა გააწყდა საზოგადოებას ივანიშვილმა და მოატყვილა და საარაკო ფარისელობას ჰქონდა ადგილი და პარლამენტარიზმი საერთოდ რომ მოკლა. ხანძო, აი ხა რამდენი ის დეპუტატი არ მიცემდა ამ ჯალათ მოსამართლეებს უვადოდ დანიშნა როდესაც დადგებოდა დღესასწაულში ხმას, რომლებმაც თავი შეიკავეს და ჩააგდეს ის უნიკალური კანონპროექტი, რომელიც გულისხმობდა პროპორციულ სისტემას. აი ეს 40 ქართული ოცნების დეპუტატმა ხო ხელი არ მიაჭირა ღილაკს. აი ხა გეკითხებით, აი 40-დან რამდენი ადამიანი არ მიცემდა ხმას კოლექტიურ მურუსიძეებს, რომლებიც ვითომ უნდა დაამტკიცოს პარლამენტში, მაგრამ ვერანაირად ვეღარც დაამტკიცებს, ამაში ღრმად ვარ დაწუნებული. აი დავფიქრეთ აბა ესენი არიან მორჩილებაში ხალხი ფულს რო უხდის ბიზინა ივანიშვილი რომ ხმა არ ამოიღონ მონურ მორჩილებაში მყოფი ადამიანები არიან ეს არა მხოლოდ ის 40 ბევრი სხვაც კიდე და ვინც ახლა თulis იმდენად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი კი ვხედავთ რომ ხან უმრავლესობას ტოვებენ და ხან არ ვიცი თავად პარლამენტს და დაწუნებულ კიდე დატოვებენ. ამიტომ ეს მნიშვნელოვანია ვიყოთ ბევრი ვიყოთ ძალიან ბევრი ვიყოთ გამოვიდეს ყველა გამოვა ყველა ის პენსიონერიც, რომელსაც მარტო ელემენტარულად სახსრები არ ყოფნის, რომ მედიკამენტი შეიძინოს მილიარდერი ადამიანის პირობებში, ხო? გამოვა ყველა ის შეურაცხყოფილი ტაქსის მძღოლი, რომელსაც კალაძე შუათიც უჩვენებს ბოლო ამ თვეების განმავლობაში. გამოვადი ახლა ყველა ის სტატუს შეჩერებული სტუდენტი, რომელიც არის უსახსროდ, იმიტომ რომ არც დასაქმება, არც პერსპექტივაა და ვერც სწავლა განათლებას იღებს, არადა იცის და ხედავს, რომ მილიარდელია მართველი. და ბატონო ნიკა, მიუხედავად ამისა, რომ ასეთი საპროტესტო მუხტია, თუ შეიძლება გკითხავთ, ბიძინა ივანიშვილმა ალბათ კარგად იცოდა, რომ როდესაც ამ ტიპის ინიციატივას აგდებდა, რეაქცია, პროტესტი იქნებოდა მასშტაბური, რა გათვლა ქონდა ხელისუფლებას, რა არის ხელისუფლების გეგმა ამ შემთხვევაში? სხვა გზა არ ქონდა რა არ ქონდა სხვა გზა უბრალოდ მე არაერთხელ მithქვავს როგორც კი საარჩევნო აი ეს პროპორციული სისტემა ამოქმედებოდა ივანიშვილი იმ წელს მიხვდებოდა რომ მისი ერთპიროვნული მმართველობა დამთავრდა თეორიული შანსი აღარ ექნებოდა ხო ძალაუფლების შენარჩუნების 2020 წელს ვერც ერთი კონფიგურაციით ვერანაირი კოალიციური მთავრობა მას ვერ უშოვით უბრალოდ ვერ შეავსებდა ხო ამიტომ ეს იცოდა ყველაზე კარგად ჩვენზე კარგად იცოდა წავიდა აი ამ თავხედობაზე და იქნებ აი აქ გადავრჩე, მაგრამ იმედოვნებდა რომ სხვადასხვანაირი ადამიანები, სხვადასხვანაირი პოლიტიკური წამსის ადამიანები ერთად ვერ დავდგებოდით და ერთად ვერ შევთანხმდებოდით იმაზე, რაზეც შევთანხმდით. მაგრამ შევთანხმდით დიახად პირველ რიგში იმაზე, რომ ხალხს არ უნდა ვუღალატოთ, საზოგადოებას არ უნდა ვუღალატოთ. ეს დაახლოებით აი ისეთი ეროვნული პროტესტის დრო დადგა რა და ჩვენ ყველანი დავინახავთ. აი როდესაც საქართველოს ნაკრები თამაშობს ბორის პაიჭეზე სახელობის სტადიონზე, ხო? ეხლა და რომ მიდის 50
50,000 ადამიანი სტადიონზე და უყურებს იმ თამაშს, იმ 50,000 ადამიანის შორის სხვადასხვა ადამიანები არიან, ხო? ზოგი ამ პარტიის წარმომადგენელი, ზოგი ის ხარდაჭერია, ზოგი საერთოდ არანაირი ხარდა. დღეს ეს მომენტი დადგა რუსთაველის გამზირი, ჩავთვალოთ არის ბორის პაიჭაძეს ეროვნული სტადიონი, სადაც უნდა მივიდეთ და ვუქომაგოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ეროვნულ დროშას, ვცეთ პატივი ჩვენს იმ ვცეთ პატივი და ჩვენს სუვერენიტეტს ვცეთ პატივი. თქვენი პოლიტიკური გოლი თუ კი ეს ეროვნული სტადიონია ბორის პაიჭაძის სახელობის, აი როგორ უნდა გაიტანოს ოპოზიციამ, იმიტომ რომ ჩვენ პერმანენტული პროტესტი გვახსოვს გავრილოვის ღამის შემდეგაც. ახალგაზრდები არ ცხრებოდნენ სიცხეში, ძალიან მძიმე ბუნებრივ პირობებში იმყოფებოდნენ პერმანენტულად რუსთაველის გამზირას, თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ ნახეთ, რომ გიორგი გახარია პრემიერი გახდა, არავინ არ დასჯილა. რა გაძლევთ ახლა იმედს, რომ თქვენ გეკნებათ პოლიტიკურ წარმატება? ალეგორიებით ვისაუბროთ. დიახ, პენალ 11 მეტრიანი არის დანიშნული. ამ 11 მეტრიანს ჩვენ დავარტყამთ. ხალხი დაარტყამს. დაარტყამს და გაიტანს კიდევაც. ეხლა სულ სხვა ვითარება იყო მაშინ რა თქმა უნდა უდიდესი მონოპოლურად აღიქვა უმრავლესობამ და სამართლიანად დიდწილად შესაძლებელია მე პირადად ვეთანხმები, მაგრამ შეიძლება ნაწილობრივ ადავთანხმებული, მაგრამ ამის დრო ეხლა ნამდვილად არ არის. რომ პროპორციული იმდენად დიდი მონოპოლარია, რომ მოდი ეს შევინარჩუნოთ, ხო? ეს შევინარჩუნოთ და არაფერი ასე ვთქვათ არ გამწვავდეს ქვეყანაში, რომ მე არ გადააბრალოს ამა თუ იმ რაღაცა მოვლენას. შესაბამისად, ნუ საფრთხოდ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, მე პირადად ეჭვი არასოდეს არ შემყვარ. პირობა, ამას ტრაგედია არ არის. ერთი ნაბიჯით ხო დააწინაურა გახარია. ეხლა მოუწევს ორი ნაბიჯით უკან დახევა გახარიას. ანუ თავრობა იქნება დათხოვნილი. სოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, არავის არ გაუვა, არ არსებობს. ეს მტკიცეთ, უნდა ჩავიდოთ თავში, დღეს ყველა, აი, ჩემს უფროს თაობის წარმომადგენლებს, ჩემს მეგობრებს, ჩემს თანატოლებს, აი, ეს არის ეროვნული პროტესტის გამოხატვის დღე დღეს რა. ყველა უნდა გამოვიდეთ და უნდა დავანახოთ მთელ სოფლიოს, რომ ივანიშვილი აღარ არსებობს. ივანიშვილის ხელისუფლება არის უკვე წარსული, უბრალოდ მას ჯერ კიდევ ნომინალურად ხელთ უყრია ძალაუფლება და ვისი იმედი აქვს, საკუთარი პირადი დაცვის წევრების იმედი აქვს, რომელიც პირველები გაიქცევიან თუ ამის საჭიროება დადგა და საერთოდ დაავიწყებათ ეს დაცვის სუბიექტი ივანიშვილიც კი. რა თქმა უნდა და ივანიშვილს საერთოდ დაავიწყებოთ და დაავიწყებოთ. მეტი საქმე არა, აქ ოხანაშვილს მოიკითხავს, ეხლა ივანიშვილი, როდესაც აქედან გასაცილად ექნება საქმე. აბა, საიტკები რა გზა დაუტოვა ქართულად ხალხს ივანიშვილმა? რა სხვა გზა დაუტოვა? არაფერი სხვა გზა არ დაუტოვა. პოლიტიკური პროცესები საერთოდ ჩაკლა, პარლამენტარიზმი მოკლა, პროცესი პოლიტიკური გადმოვიტანეთ ქუჩაში, დიახაც. ქუჩაში გადმოვიტანეთ და ქუჩაში გაგვირდება ყველა ძალიან მჭაღე, მწვავე კონსტიტუციური ფორმები იქნება პროტესტის გამოხატვის გამოყენებული. ისეთი რომ აი მისი მოსაწონებელი, ბიზინა ივანიშვილის მოსაწონებელი პროტესტი იქნება ვილად რომ. ძალიან დიდი მადლობა. გასაგებია, როდესაც ინსტიტუციურ დონეზე დემოკრატიას კლავენ, ისინი ინაცვლებს ქუჩაში. ნიკამელია ნაციონალური მოძრაობის დავასრულეთ. ბიზინა ივანიშვილი შეიძლება მაგ დრო დავასრულეთ. დიდი მადლობა ბატონიკა, დროში ვარ შეგუძლები. ანტისახელმწიფოებრივი ელემენტია. ანტისახელმწიფოებრივი ელემენტია ბიძინა ივანიშვილი. არაფერი საერთო სახელმწიფოებრივ ფასეულობებთან არ აქვს მას. ანტისახელმწიფოებრივი მოვლენაა და ამას როგორ ყოველს დავწყვეტ. მარტო იმიტომ კი არ უნდა გამოვიდეთ. იმიტომაც უნდა გამოვიდეთ, რომ რამდენიმე დღეში პარლამენტს არ დავამტკიცებიოთ მურუსიძეები კოლექტიური უვადო მოსამართლეებად. ამიტომაც უნდა გამოვიდეთ და იმიტომაც უნდა გამოვიდეთ, რომ სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა ტაქსისტებიდან დაწყებული, არ ვიცი, პენსიონერები დამთავრებული. დიდი მადლობა და მოდიში. დიდი მადლობა.